ჩვენ ეკლესიურ ცხოვრებაში სამწუხაროდ ვეძებთ ხოლმე და არაერთხელ გამოჩენილა ესე იგი რომ ჩვენ ერთ ადგილზე დგავართ. წინ არ მიდის ადამიანი, შეიძლება წლებია მოვდივართ, მაგრამ სამწუხაროდ ერთი და იგივე პრობლემის წინაშე ვდგავართ ყოველთვის. ერთი და იგივე თან ზოგ შემთხვევაში შეიძლება ეს პრობლემა ელემენტარული იყოს ძალიან. მაგრამ მარტო ის რომ ადამიანმა დაუშვათ ახსარება თქვას, ლოცა წაიკითხოს იმისათვის რომ ამ დღეს ხო მილოცა. მარტო ამის გამო რომ ჩაეთვალოს, მარტო ამის გამო არ უნდა აკეთებდეს. ერთგვარად შემოქმედებითად უნდა უდგებოდეს ქრისტიანი თავის ცხოვრებას. თუ დაეცა, თუ წაიქცა, თუ წაბორძიგდა, ესეც უჩვეულოდ არ უნდა ჩათვალოს. ესეც უნდა იცოდეს რომ ბრძოლის ველზე ესეთი რაღაცეებიც ხდება. და არც ამის გამო არ უნდა დაკარგოს იმედი. თუნდაც რაღაცა ბევრი რაღაცა შეეშალოს. თუნდაც რაღაცა ვიღანა იმ რისხანებაზე ამბობდი, მდგომარეობიდან გამოვიდეს თუ ვიღაცა ნაპროვანების ცოდვაში ჩავარდეს თუ ვიღაც სიზარმაცის თუ ვიღაც განკითხვის თუ ასე შემდეგ შურის. თავარია რომ ესე იგი ადამიანი საკუთარ ტალახს აკვირდებოდეს და ცდილობდეს რომ ამისგან განიწმინდოს თავი. ეხლა როდესაც ადამიანი პირველად მოდის ტაძარში ის ხშირ შემთხვევაში ასეა რომ მოდის ბევრი ცოდვით დახუნძულული. და ესეც ბუნებრივია, ესე იგი ადამიანს რომელსაც მანამდე არ უფიქრია იმის შესახებ რომ ეს შეიძლება ცოდვა ყოფილიყო, არც ერიდებოდა იმ ცოდვებს. მაგრამ როდესაც ტაძარში მოვიდა და დაიწყო ახსარების თქმა, აღმოაჩენს რომ თურმე ეს ამდენი რამე ცოდვა ყოფილა. ზოგი ცოტა გადაამეტებს ხოლმე და ფიქრობს რომ ყველაფერი ცოდვა ყოფილა და მაშინ რაღა უნდა გააკეთოს ადამიანმა. იქაც ოქროს შუალედია და ყველაფერი ცოდვა არ არის. მაგრამ უამრავი რამე შეიძლება ცოდვა და ამას ყურადღებას არ აქცევდა მანამდე. მაგრამ მერე როდესაც უკვე ამას ყურადღება მიაქცია და მოიწადინა ამისგან გათავისუფლება, აღმოაჩენს რომ ადვილად ვერ თავისუფლდება აქედან. იმიტომ რომ ის ძველი ჩვეულება და მიდრეკილება მაინც ძლევს. შეიძლება ჩვენ გვინდა რომ ესე იგი სიზარმაცეს თავი დავახციოთ, დაუშვათ აღარ გშურდეს, არ გვენანებოდეს, არ უმრისხანებდეთ, ნაპროვანების წოდვაში არ ვარდებოდეთ, მით უმეტეს ახლა მარხვა მოდის. მაგრამ ეგრე იოლად არ ხდება. ამიტომ ეს არის პროცესი. როდესაც ადამიანი მკურნალობას იწყებს ამა თუ იმ ავადმყოფობის გამო, მიუხედავად დიდი სურვილისა, ზოგჯერ შეიძლება ეს ისიერად არ მოხდეს განკურნება და წლები დაჭირდეს. გააჩნია კიდევ როგორ არის და რითი არის დაავადებული. როგორც ხორციელ შემთხვევაში არსებობს სხვადასხვა გვარი დაავადებები, ასევე სულიერ შემთხვევაში ზოგი იოლად იკურნება. ზოგი იმდენად არის გამჯდარი ჩვენ ბუნებაში, რომ ჩვენი ბუნების ნაწილი გამხდარა. იმდენად ხშირად აღესრულება ჩვენი მხრიდან და ყველაზე მეტად ამასთან ბრძოლა უჭირს ადამიანს. ყველაზე მეტად რაც შემოეჩვია ადამიანს, არა? მაგრამ წმინდა მამათან ნაწერები ჩვენ გვასწავლის, რომ ბრძოლა სწორედ იქიდან უნდა დაიწყო. რაც ყველაზე მეტად გიყვარს, რაც ყველაზე მეტად შემოგეჩვია. და წმინდა გაბრიელ ეპისკოპოსი ასეთ რამეს ამბობს. ესე იგი, დავითთან დაკავშირებით ამბობს, დავით მეფსალმუნეს ყავდა შვილი აბესალომი, რომელიც მას დევნიდა. და როდესაც დავითი გზავნის ამ ამბოხეების წინააღმდეგ თავის ერთგულ მხედრებს, ეუბნება რომ მისი შვილი აბესალომი არ მოკლან. და აქ შედარებას აკეთებს წმინდა მღვდელმთავარი გაბრიელი და ამბობს რომ ჩვენც ასე ვართო. ჩვენ ვცდილობთ რომ სხვადასხვა ცოდვა მოვიცილოთ, მაგრამ როგორც დავითს უყვარდა აბესალომი, ისე ჩვენც რომელიღაცა ცოდვა გვიყვარს და იმ ცოდვაზე ვერ ვამბობ თუ არს. სხვა ყველაფერზე იტყვის ადამიანი, მოდი ამას არ ვიზა, იმას არ ვიზა, მაგრამ პირველ რიგში იმაზე უნდა თქვა უარი, რომელიც ყველაზე მეტად გიყვარს და სულიერი ბრძოლის წესი ეს არის. აქ თანმიმდევრობა არ არსებობს ესე, რომ მოდი თქვა რომ
დავუშვათ, მოდი ჯერ ენას დავიმორჩილებ, მერე მუცელს, მერე ამას, მერე ეგრე არ არის. შეიძლება სხვა რაღაცით მარცხდები და რითიც მარცხდები, ჯერ იქიდან უნდა დაიწყო. აი მსგავსად იმისა, შეიძლება დავუშვათ, აი ახლა ოთახში ვართ და ქარმა თუ აი ეს მარჯვენა ფანჯარა ჩაამტრია, ჩვენ აქედან ვერ დავიწყებთ ჩვენი ოთახის შეკეთებას. ჯერ ის უნდა შეცვალო, ჯერ ის უნდა გამოასწორო. საერთოდ არის პრობლემა, იქიდან უნდა დაიწყო. დავუშვათ, მე თუ ნაყროვანების ცოდვა მაქვს და მე ახლა ვერ ვიტყვი, რომ მოდი აი დავუშვათ ჯერ დილით ადრე ადგომას მივეჩვევი. იმიტომ რომ ეს არის ჩემი საბრძოლელი, ეს ნაყროვანების ცოდვაა ჩემი საბრძოლელი. ვიღაცა სხვა მხრივ აქვს უფრო მეტი შემოტევა და ყველა ჩვენი სისუსტეები გვაქვს და აი ზუსტად იქიდან უნდა დაიწყო, რაც გამარცხებს. ბრძოლა მთელი ძალები იქით უნდა მიმართო, რაც გამარცხებს და რომ ესე იგი ყველაფერს ერთად თუ ებრძვის ადამიანი, შეიძლება ძალა არ ეყოს. მაგრამ თუ რომელიმე ერთ კონკრეტულზე მუშაობს, იმისი დამარცხებით ნახავს, რომ ის დანარჩენებიც ნელ-ნელა სწორდება. ეს არის წმინდა მამათა სწავლება და ამ ბოლო დროს აი ხანი გავიდა, მაგრამ წმინდა პაისი ათონელის იმას უსმენთ ხოლმე გზაში, რომ მივდივარ წირვაზე და იქაც ეს არის ნათქვამი, რომ იმ ერთისკენ უნდა მიმართო ძალები, რომელიც ყველაზე ვიღაცისთვის ეს შეიძლება თამბაქო იყოს. ვიღაცისთვის შეიძლება ეს რაღაცა უწმინდური ცოდვა იყოს. და როდესაც ადამიანი ეცდება, რომ აი ამისგან გათავისუფლდეს, მაშინ ნელ-ნელა მასში გამოისახება ქრისტეს თვისებები.